საქართველოს გლოვობს ქვეყანამ დაკარგა სულიერი მამა. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ილია მეორეს დღეს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 59 წელი იყო ის საქართველოს სულიერი წინამძღოლი. თითქმის ნახევარი საუკუნე ჩვენი ქვეყნის ისტორიის კონტრასტულ, მძიმე და სირთულებით ახსავს ეტაპებზე. 1977 წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრებაზე ილია შიოლაშვილი, რომელიც იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, ეკლესიის მეთაურად აირჩიეს. 6 ეპარქია, 50 ეკლესია, 6 მღვდელმთავარი, 70 სასულიერო პირი ეს იყო ვითარება მაშინ და სწორედ ამიტომ ამბობდნენ, რომ უწმინდესმა სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია ჩაიბარა. დღეს კი 50-მდე ეპარქია, 2000-მდე ეკლესია და 2500-ზე მეტი სასულიერო პირია. ამ ციფრების მიღმა არის ეპოქა და მდიდარი ისტორია, რომელიც გუშინ დასრულდა არა მხოლოდ მრევლისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი, წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. აი ეს არის ილია მეორეს სიტყვები, პატრიარქის, რომლის მთავარი მიზანი თითოეული ქართველის გულში სიყვარულის გაჩენა იყო. ჩვენმა ქვეყანამ ნამდვილად დაკარგა ერისულიერი მამა, წინამძღოლი, მოძღვარი. ჩვენ არ გვახსოვს ფაქტობრივად საქართველოს მის გარეშე, იგი იმ დროს ავიდა ტახტზე, როცა ეკლესიაში მისვლაც კი იკრძალებოდა. ჩვენმა თაობამ ეს უფრო გადმოცემით იცის, მაგრამ ვიცით ფაქტებით. როგორც თამთამ აღნიშნა, მაშინ სულ რაღაც 50 ეკლესია ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და წირვა ლოცვა სულ რამდენიმე ათეულ ეკლესიაში სასულიერო პირები აღავლენდნენ და დღეს ვიცით, რომ ეს ღვთისმსახურება უკვე 2000-ზე მეტ ეკლესიაში სრულდება და ქვეყნის მასშტაბით არის 46 ეპარქია. აი ასე ილია მეორე ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდა ავტორიტეტს, სწორედ მისი დამსახურება არის, რომ რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების სიგელი მიიღო და მოკლედ მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი რამ. ნამდვილად უწმინდეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალ თაობასთან, ახალგაზრდებთან. როდესაც ის სრულიად საქართველოს პატრიარქი გახდა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ახალგაზრდების ეკლესიასთან დაკავშირება იყო და მაშინ როცა საბჭოთა კავშირი ებრძოდა ეკლესიას, ბუნებრივია იშვიათად იბეჭდებოდა საღვთისმეტყველო წიგნები. აი ამიტომ არსებობს ასეთი მოგონება, რომ 80-იან წლებში ილია მეორე წირვის დასრულების შემდეგ სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს შორის ბავშვებს თავისი ხელით ფურცელზე დაწერილ მამაო ჩვენოს ლოცვას აძლევდა. არაერთი სასულიერო პირი დღეს იხსენებს თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ილია მეორეს მათ მიმართ, როდესაც ისინი პატარები იყვნენ. ისინი ყვებიან, რომ თავად უწმინდესი ასწავლიდა მათ საღვთო წესებს. ასევე უნდა გითხრათ, რომ პატრიარქის ნათლულების რიცხვიც ძალიან დიდია, უწმინდესი 50,000-მდე ბავშვის ნათლიაც გახდა. 2008 წელს ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ახალ ტრადიციას საყოველთაო ნათლობას ჩაუყარა საფუძველი. თულია პატრიარქზე საუბარი, განსაკუთრებული სიყვარული დაუტოვა თითოეულ ქართველს. სიყვარული, რომელსაც ყველაფერში გამოხატავდა, თავის ქადაგებებში, ლოცვებში, საკუთარ შემოქმედებაშიც. ვიცით, რომ მას არაერთი საგალობელი აქვს შექმნილი. პატრიარქის საგალობლებს შორის არის დავიღალე უფალო საგალობელი, რომელიც ილია მეორემ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დაწერა. ზუსტად მაშინ, როდესაც ეკლესია განსაცდელში იყო. უწმინდესი ხშირად ამბობდა, რომ მე არ ვარ კომპოზიტორი, მე მხოლოდ ქმნი მუსიკას, როგორც შემიძლია, რომ ადამიანებს გავუადვილო ღმერთის საკენსვლაო. და ჩემი აზრით რეალურად ეს მართლაც ასეა, პატრიარქის საგალობლები გამოირჩევა დიდი სინათლით, გულში ჩამწვდომი მელოდიურობითა და ჰარმონიით. კი, ნამდვილად ასე არის. მოდი გულწრფელად რო უთხრათ მაყურებელს, მძიმე არის ჩვენთვის დღევანდელი ეთერი. აი საგალობელი ახსენა მარიამა და შეგვიძლია პატარა ფრაგმენტიც მოვისმინოთ პატრიარქის საგალობლის. God